საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გუშინ თავის კიდევ ერთ წევრ კომპანიას ელიტს ესტუმრა, რომელიც უკვე 29 წელიწადია ქართულ ბაზარზე პრემიუმ ტექნიკით არის წარმოდგენილი. ახლახანს კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და თუ აქამდე ელიტ ელექტრონიქსის სახელით იყო ცნობილი, თავის მოხმარებელს ახლა სრულიად განსხვავებული კონცეფციის მაღაზიები და სახლის ავეჯიც შესთავაზა. ყველა დეტალს ელიტისა და ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან გიყვებით. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავის კიდევ ერთ წევრ კომპანიას ელიტს ესტუმრა. ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქართულ ბაზარზე 29 წლის წინ გამოჩნდა. დასაწყისიდან დღემდე მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი იყო, მისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება, ასორტიმენტის მუდმივად გაფართოება, საქართველოში ინოვაციური ტექნიკის შემოტანა, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობა. ყველაფერმა ამან კომპანიის წარმატება განაპირობა და 2017 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობის ეტაპიც დაიწყო. ორმხრივი თანამშრომლობა, რომელმაც თავად კომპანიისთვის ბევრი რთული ეტაპის გადალახვა და წარმატების მიღწევა ბევრად შესაძლებელი გახადა. საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ წლების განმავლობაში და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ეფექტურად თანამშრომლობთ, ვითანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით და BAG-სთან ერთად როგორც რეგულაციების მიმართულებით და სხვა მიმართულებით იყო ძალიან ეფექტური და საინტერესო გამოცდილება და შემიძლია გითხრათ, რომ BAG მნიშვნელოვანი და ეფექტური როლი ითამაშა ჩვენსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, როგორც ეფექტურმა მედიატორმა ამ პერიოდების განმავლობაში და მე იმედს დავიტოვებ, რომ ეს მომავალშიც ესე გაგრძელდება. წლების განმავლობაში კომპანიის ბიზნეს მოდელი მუდმივად ვითარდებოდა, რომელმაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბიზნესის წარმატებულად წარმოების მაგალითიც კი შექმნა და თავისი საპატიო ადგილიც დაიკავა. თავის მხრივ ბიზნეს ასოციაციისთვის მსგავსი კომპეტენციის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უამრავი სტანდარტი ახალი რეგულაცია შემოდის და ცხადია, რომ მუდმივი კომუნიკაცია არის კომპანიას და სწორედ იმიტომ, რომ მათი გამოცდილება, მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია ეს ყველაფერი მე ახალ სტანდარტებში და ახალ რეგულაციებში აისახოს. ბუნებრივია, ჩვენ მუდმივად კომუნიკაცია არის საკითხები, რომელსაც ინდივიდუალურად მუშაობთ სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოსთან, ზედამხედველ ორგანოსთან იმისათვის, რომ თავად ელიტ ელექტრონიკის საქმიანობა გახდეს უფრო მეტად წარმატებული და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს, უფრო მეტი საინტერესო ბრენდი შემოიტანოს, უფრო მეტი მოხმარებელის კმაყოფილების დონე გაიზარდოს. მეორეს მხრივ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელმაც შეიძლება თავისი უარყოფით გავლენა მოახდინოს ხო კომპანიის საქმიანობაზე. ამიტომ ჩვენი ყველას მიზანია, რომ წარმატებული კომპანია იყოს წარმატებული იმის და მიუხედავად რა მარეგულირებელი გარემო იქნება, რომ ეს გვერდითი ეგრეთ წოდებული მარეგულირებელი ეფექტები ამ კომპანიაზე გავლენა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული. ელიტში ისიც კარგად ესმით, რომ წლების გასვლასთან ერთად ბიზნეს მოდელის განახლება, სახის შეცვლა, ინოვაციების დამატება სჭირდება. ამიტომ შემთხვევითი არაა, როდესაც აქამდე ყველასთვის ელიტ ელექტრონიქსის სახელით ცნობილი კომპანია ახლა ელიტის სახელით პოზიციონირებს. მომხმარებლების მოთხოვნები კვლავ პრიორიტეტად დარჩა, ამიტომ საცალო მიმართულებებზე ორიენტირდნენ. მაღაზიების კონცეფციის შეცვალეს და ახლა უკვე ელიტის ქსელში ადამიანებს არამხოლოდ ტექნიკის, არამედ ავეჯის შეძენაც შეუძლიათ, თანაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებულის. ახლა კონცეფცია ასეთია: ყველაფერი სახლისთვის და მართლაც, როდესაც აქ მოხვდები საკუთარი სახლის მოსაწყობად საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა თავისუფლად შეგიძლია, თუმცა აქამდე მოსასვლელად ელიტმა დიდი გზა გაიარა, ბევრი იმუშავა, მნიშვნელოვანი პარტნიორობები დაიწყო. ეს არის სიახლე, ეგეთი ტიპის კონცეფციები არ არსებობს, არის რამოდენიმე მაგალითი მსოფლიოში და ამ იდეები ჩვენ რომ მივედით ჩვენს ავეჯის პარტნიორებთან, მათაც ძალიან მოეწონათ ეს იდეა, აქედან გამომდინარე ჩვენ 15 ექსკლუზიურ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის არის ნობილია, კალია იტალია, ეგო იტალიანო, ტომასელა, ბოლსანი და თითოეული ეს კომპანიები არიან წამყვანი თავიანთ სფეროში. მაგალითისთვის ნობილია არის ყველაზე დიდი კომპანია სამზარეულოს მიმართულებით, ისინი ძალიან დიდი რაოდენობის სამზარეულოს აწარმოებენ. სოფლიოში არის ყველაზე დიდი კომპანია წარმოების კუთხით და ყველა მესამე სამზარეულო, მათ შორის გერმანიაში არის ნობილი, ანალოგიური არის კალია იტალია იტალიაში და ისინი სპეციალიზირებული არიან ამ მიმართულებით. ვინაიდან კონცეპტუალურად შევცვალეთ ჩვენ მაღაზია და პირველი ეს იყო თბილისში და 2023 წელს გავხსენით უკვე ქალაქ ბათუმში, ამ საფუძველი დაუდო რებრენდინგს და სწორედ რებრენდინგში თავარი რასაც ჩვენ ხედავთ ეს არის
ის რომ უკვე ლოგოს მოშორდა ელექტრონიქსი და სწორედ ეს ასახავს ჩვენს მომავალ სტრატეგიას და განვითარებას. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ელიტი 23 ფიზიკური ფილიალითაა წარმოდგენილი, აქედან განახლებული კონცეფციის 2 ფილიალია, თუმცა მომხმარებლებს ავეჯის შეძენა კომპანიის ონლაინ მაღაზიებში თავისუფლად შეუძლიათ. აქ გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ, მალე მთელი საქართველოს მასშტაბით განახლებული კონცეფციის მქონე მაღაზიების რაოდენობა გაიზრდება, რაც არა მხოლოდ მომხმარებელთან დაახლოებას, არამედ ამჟამად 1000-მდე სამუშაო ადგილის რაოდენობასაც საგრძნობლად გაზრდის.